Hi everybody, how are you? Me fine, you. როგორ ახეთოშო? ეხლა გვექნება გრძელი ლაივი. ძირითადად უნდა გავხეხო დინდგელი და ავწურო და დინდგელს მივხედავ, მაგრამ ლაივი იქნება გრძელი. რო ნახოთ როგორია ჩემი სამუშაო დღე. ჩემი სახისკანი დღითი დღე უმჯობესდება, რაც თუ მკვებას წავისმო, ლამაზია თუ არა, ამიტომ მკვებებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემთან. რედინები მაქვს და იმიტომაც ესე უნდა ვილაპარაკო, სხვანაირად არ გამოვა, ეგ ერთი, მეორე. დამეწერეთ კომენტარებში როგორ გესმით ჩემი ხმა, ეს 4. ფასდაკლება გვაქვს როგორ ჩაქრიან ისე თაფლიან ძახოლზე, ეს 5. ფასდაკლება გვაქვს ცოცხალ გირჩზე, ეს 8. და აღწერაში არის გოგოების WhatsApp-ები მითითებული. ტუჩებსაც ვერ ვისველებ, პირს ვერ ვაღებ. მე რომ მაინც ის არ აქვია ვლაპარაკო, ხო ხედავთ. აღწერაში მითითებული არის გოგოების WhatsApp-ები და რომელ WhatsApp-ზეც მიწერთ და მიიღებთ კონსულტაციას და ჩააგდებთ სხვის სკრინს, იმ WhatsApp-ზე დარჩით. აქეთ იქით მოყარ დახტიხართ, ხო ეგრეა? It's okay every day. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, უცებ გიპასუხებთ, თუ არ გექნებათ, არ გიპასუხებთ. Everybody, სამშობლოს ჩემო ლამაზო. მიყვარხარ ხბილა კახეთო. ჩემო ლაზის ჯადალო. ქვეყანა შემოვიარეთ. ნახე შენი სტენები. ხელთათმანები აბიზატელნო. მე მეუბნევიან რომ მაგარი გოგო ხარო. ძლიერიო. საერთოდ არა ვარ ძლიერი უბრალოდ. თუდად ყოფნობას და კარგად ყოფნობას შორის არჩევანს ვაკეთებ და ეგ არის, მეტი კი არ ახერი. ჩემი მზის თვალება, ჩემი ოცნებების ფერები ლამაზი. ჩემი მზის თვალება, ჩემი ოცნებების ფერები ლამაზი. ჩემი მზის თვალება და ზღვის ფერთვალება. It's okay every day. Superაზე ლამაზო. საქართველოს ფერია. ქვეყნა თუ საყვარლესო. Deli 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 delia. პირველ რიგში გადავიღოთ დინდგელი. რომელიც უკვე დაჯდა და გადავიღოთ ეს წავიდეს ნაგავში. აი ესე უნდა დააჯინოთ დინდგელი, ხალხო, ნახეთ? ანუ დინდგელს რომ გადაიღებთ, ერთი დავლიო ჩაი. მეც ყველანი მიყვარხართ, მე ვიცი რა თქვენ ყველას გიყვარვართ. მაგრამ გაუბედავები ხართ და ვერ მიხსნით სიყვარულს, მაგრამ არაუშავს რა. მე მიყვარხართ ყველანი. ხო. ამიტომ დინდგელს რომ გახეხავთ და რაღაცა და აქეთური და იქითური, მერე უნდა ჩაასხათ ესე ვიწროში და აი ესე, ნახე? ის კი არა რომ დინდგელი ვერ გავაკეთე და რაღაცა. აგერე? ანუ დიდხანს უნდა გედოს რა, შეიძლება ერთი თვე და დაждდება მერე, გაიგე? შენ რო გეჩქარება ეგრე არ არის. შენ მიყვარხარ ბიჭო შენ.
ხარ დგები კახეთო ამისგანაც გამოვიღე წირვა, როგორ გახდა, მიხვდი? ნახე? როგორ ცარიელი დარჩა, ცარიელი, ნახე, აქ არ ჩამოვა, ესე დიდხანს უნდა დადო დინდგელი, გაიგე, ესე დიდხანს. და მერე უკვე It's okay every day. მოგესალმები რანა. კი მიყვარხარ. მეც მიყვარხარ, ხალხო, ცოტა გეჩხუბებით, მაგრამ აბა ეხლა სხვანაირად წუხელი მარიამა დადო სკრინები, ღამის 3 საათზე ურეკავდა. ეუბნებოდა კონსულტაცია მაქვს, საუბრობო. დამელოდო, მეც მინდა თქვენთან საუბარი ურეკავდა. ხო იყო ეხლა მოსაფრებელი. მე მაგდენი ნერვი კი არა მაქვს. და ეგეთი ამბები. ჩამოვწრიდეთ დინდგელი. всё. დინდგელი. მილიონი დინდგელი. ერთი თვე, ორი თვე რო დადგათ, დაждდება. ზოგადად თვითონ დინდგას 5 წელი ვადა აქვს სპირტიანებს. ან წლი გირჩი. ვერ ვაფარებ. ერთი ნაგვის ის მოვიტანოთ ეხლა დიდი პარკი და ნაგავი ჩავყაროთ შიგ. 2 წუთი აქ იყავით. შენ ჩემი მზე ხარ. ესენი გადავყაროთ ნაგავში. ეს იყოს გამოდგება. ესენი ნაგავში. შენ ჩემი მზე ხარ მომავალი. ოცი სარტყელა საქართველოს ხარ საოცნოება. როგორ მზადდება დინდგელი? აჰა, ნახე, არ ჩამო, როგორ მზადდება დინდგელი? ეს მომზადების რეცეპტი? მომზადების სწორი რეცეპტი. ეკუთვნით ის ვინ არის საქართველოს ნომერ 1 აპითერაპევტი? აბა დაწეროთ კომენტარებში. არიცით, მაშინ მე გეტყვით. საქართველოს ნომერ 1 აპითერაპევტი? დაწერთ, გამოიცნობ თუ გითხრათ. არიცით, რატო არიცით? ესეც რამხელა იყო. შიგა აღარაფერი აქვს, შეგვიძლია გადავაგდოთ. ნუ ცოტა აქვს, მაგრამ მეზარება კიდე ხამიშინა. საქართველოს ნომერ 1 აპითერაპევტი ვინ არის? არიცით, რატო არის? მე ვთქვა? ვიტყვი. სწორი რეცეპტი აპითერაპიაში იცის? ექიმოთერაპევტმა. აპი და ფიტოთერაპევტმა. მასოზე იწყება სახელი გვარი ჭილზე. ვინ არის საქართველოს 1 აპითერაპევტი? ვინ არის და? რა თქმა უნდა? რა თქმა უნდა, მაკა ექიმი. მაკა ექიმი გვასწავლა ასე. დინდგელი არ შეინახოთ საყინულეში. თორე თვისებებს დაკარგავსო. არამედო. მეორე ის ხომ აქ მემიანი. არამედო.
იმას ვეძებდი. უი! ეს ამაზე არ წავა ბიჭო. არამედო როგორ მოვამზადოთ დინდგების სწორად, როგორ გვასწავლა მაკაექი მახალ ხო იცით? მეკითხეთ. ახლა რომ გახეხვამდე 2 საათით ადრე უნდა შედო საყინულეში რა. ხალხო დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკო. ხო და 30 გრამი უნდა გახეხო. სახეხსეო რა. ნუ მეორე ვარიანტი, რაც მე შევიმუშავე და ძალიან კარგია და ადვილი და იოლია. ისა. ჩაქუჩი უნდა დაარტყა და რაღაცაში გაახვიო ჩაქუჩი დაარტყა და დაფშვნე. და უნდა დაასხა 100 გრამი სამედიცინო სპირტი 70 გრადუსიანი. 70 გრადუსიანი და სამი კვირა აჯანჯღარო. მე ეგრე დადგა, მე გადაწურო დოლბანში და მე ყურისიკან წაისმე აქა. ერთი დღეღამე დაელოდები, თუ არ მოგექავება, თუ არ გაგიჭირდება, მე შეიძლება. ჩემი ფეხები დავკარგე ისა, ძაბრი. ყველაფერს კარგად ცხოვრებაში რა იყო რა. ერთი ძაბრი მქონდა, ისიც დავკარგე. ხო და სტანდარტული მიღების დოზა არისო 20 წუთი დღეში 3-ჯერო, ჰა. მაგრამ არასტანდარტული მიღების დოზირებაც არის. დინდგელის სასარგებლო თვისებები? ჰელიკობაქტერია, ვირუსები, ინფექციები, ზოგადად ბაქტერიები რაც არის. კიბოსაწინააღმდეგო თვისებაც აქვს. როგორც მაკაექივმა გუთხრა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში იაპონელმა მეცნიერებმა იმას აქნეს. ხო. შემდეგ კუჭის წყლული, ეროზიები, თავარი ალერგია არ ქონდა. ნუ დინდგელი კაი ტიპია, მოკლედ რო ვთქვათ რა. თავარი ალერგია არ ქონდათ დინდგელს. ვინც ამზადებს რაო? ვინც რა ამზადებს, იმას ეკუთვნის რეცეპტიც. არა, დედა, რას ლაპარაკო? ვინც ამზადებს, იმას როგორ ეკუთვნის რეცეპტი, სიყვარულო? იცი რამდენი არასწორად დამზადებული დინდგელია ბაზარზე? ძალიან ბევრი, დედიკო. ყოველ შემთხვევაში მე რო ამ სფეროში მოვედი, რაღაცა ბურტყლი იყო, რა ბურტყლი იყო, ვერ გავიგე, მაგრამ ბურტყლი იყო რაღაცა. მე რო ამ სფეროში მოვედი, ნუ ეხლა ვიღაცამ სიზმარში ისწავლა, ვიღაცამ სად ისწავლა, ვიღაცამ დაამთავრა და მე რომ აქ მოვედი ამ სფეროში 15 წლის წინ. 15 წლის წინ. ბევრი რამე კი არა, საერთოდ არაფერი არ მივხვდი. იმიტომ რომ ამ საქმეში მოვედი ჩემი ჯანმრთელობის გამო. ცუდი ფორმის ნევროზი მქონდა და სამწუხაროდ ვერ მიშველა. ხო. კრუჩხვითი ფორმის ნევროზი მქონდა, ვერ მიშველა სამწუხაროდ. ხო და ესე მოხდი მედიცინაში, ან პირველი ვისაც ვუშველი იყო ჩემი თავი. მე რა თქვი? მე რა კარგი ყოფილა ბუნებრივი მედიცინა თქვა. მოდი შევისწავლი თქვა. ხო და შევისწავლე. მაგრამ ვიღაცამ სწორად იცოდა, ვიღაცამ არასწორად იცოდა და როცა ჯანმრთელობასთან გაქვს შეხება, ძალიან მნიშვნელოვანია არა ის, რაც Google-ში წერია. აი ნახეთ ეს საერთოდ როგორ არის ჩამშრალი. აი ეს უნდა ჩააშროთ რა. ეხლა განახეთ შიგნიდან.
როგორ შემთხვევაში უნდა გადააქციოთ უკვე. პროგრამულ თარ გამომდისო, ყველას გამოდის. ნახეთ. ანუ ჩვეულებრივად ანუ სითხე აღარ არის. და სითხე რომ აღარ იყოს, ანუ ნახეთ. ტვენი რო აღარ გქონდეს. კიდევ კარგად არ აღიქმება ეხა ტელეფონით რა. უბრალოდ დიდხანს უნდა დატოვოთ რა. ერთი თვე და რაღაცა ეგრეთი ამბები რა. ახლა ესენი გადასაყრელები არიან. ამიტომ მე ვფიქრობ რომ რეცეპტი ვისაც ეკუთვნის, იმას ეკუთვნის და ვინც აკეთებს, ის აკეთებს უბრალოდ ყიდვის. მე ესე ვფიქრობ. ჩვენ ახლა ჩაი დავისხათ, ჩაი გამოგვიძლია ჩვენი ანტილიპიდური ჩაი. ანტილიპიდური რას ნიშნავს? ლიპიდურისთვის მომწესრიგებელი. ოღონდ ეს არის ტიენსის ჩაი. როგორც იცით, ჩემი ძირითადი აფთიაქი სახში შედგება ტიენსის საკვები დანამატებისგან და ეხლა D ვიტამინით დაგვემატა. სხვათა შორის და ტიენსის საკვები დანამატებია აქ ჩვენი ხიტოზანი და ჩაიც გვაქვს ტიენსის. ვაი ესე გამოიყურება ტიენსის ჩაი, რომელსაც ვიმზადეთ თერმოსში. მე თქვენს დამზადებულზე ვამბობო. ხო, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი და ვისწავლე დედიკო. აი ესე თერმოსში. დამზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არასწორად დაამზადე, ვერ მიიღებ ისეთ სასურველ შედეგს და ეფექტს. დამზადებას თავი დაანებე, იქით იყოს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვათა შორის აი ალუბალია და ეხა კენკრა. შავი კენკრა ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის, ბარემ ბევრი. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჰემოგლობინის პრობლემა სულ აქვთ. ონკოპაციენტებს კურნალობის პერიოდში. ამაში ცოტა გირჩის წოთები ჩავისხათ, თორემ მარტო ცარიელი ჩაის დალევა რა სპორტია. მუნდა ვიყავ ხა. ბევრი უნდა ვილაპარაკო და. ბავშვი, ესე ჩაისხავთ გირჩს აი. ჩაიში. მიყვარ ხერტკბილო კახეთო, თქვენი გირჩი. აღარ თქვენ დაითვალეთ რა, ბევრი არ მოგიიდეთ თქვენ. მე პრობლემა არ არის, მიჩვეული ვარ და თქვენ აიქ მიწერია რომ 20 წვეთიო. მაგრამ თქვენ წყალში გახსენით. ძალიან ცხელ ჩაიში არ ქნათ ცოტა. ანუ ოდნავ თბილ ჩაიში გახსენით ან წყალში. ხოდა, შავი კენკრა, ალუბალი, ეგეთი რაღაცები კარგია. ზოგადად. ოღონდ ბევრი არ წამოთ ეხა მუჭობით და რაღაცა. იმდენი რომ ადგილობრივად დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს, კენჭულა რატო დადის. კარგი, ეხა ჩვენ თვითონ დინდგელი დავამუშავოთ. აქამდე ხო არ არის. I just call to say I love you. Everybody, it's okay. ეხა დავიწყოთ, არ დავიწყება. Чим-чимзе харамавли. Everybody, it's okay, everybody. აუ, რაღაცა მიჭერს ეს მოფერებული და შენერი არა მაქვს. რატომ მიჭერ? რო გავიხადო ხო ხარ ღირსი ახლა. რათ მიჭერ ერთი? შემამაძაღლი გავარდენი და ბებია ჩიმაიცოდა. შემამაძაღლი მოგებულო. ოღონდ ანდრია წმინდებებია. ასპინძელ ბებია მიცოდა, შემირასად დასარჩინო. ძახსეობნეოდა ხოლმე ეგრე მურას. მირასად დასარჩინო. თავისუფლება.
მოკლედ მოვიდა სეზონი და დაიწყეს დუდუების გადმოყრა, ფოტოების დაყრა. ხალხო, თუ ისვენებ, შენთვის დაისვენე, რას გადმოგეყრია დუდუები და რა ფოტოებს მიაფრიალებ Facebook-ში. ვეღარ გაიზარდა ეს ხალხი. გავიგეთ 18 წისამ გადმოყარო 20. მოკლედ რა. ჯერ ავაჭანჭყარო. გოგოებო, WhatsApp-ები მითითებულია ნათიასით, მარიამისით და იმათ მიწერეთ. მე პირად კონსულტაციებს არ ვატარებ ხალხო. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. კონსულტაციებს ჭირდება ძალიან დიდი ნერვი. და მე რო ეს ნერვი მეხარჯება კონსულტაციებში, მე ფიზიკურ საქმეს ვეღარ ვაკეთებ. ხა დინდგელი რამდენი ხანია გასაკეთებული მაქვს და ვერ გავაკეთე. ამიტომ გადავწყვიტე რომ კონსულტაციას პირად არ ჩავატარებ და ამიტომ ანათიას მიწერეთ ან მარიამს და რომელიც საჩეკოთას გააკეთებ და ჩარიცხვის სკრინს დადევთ, იმ ჩატში დარჩით იმ WhatsApp-ში. WhatsApp-ში მიწერეთ გოგოებს, WhatsApp-ში. ნათიას WhatsApp-ი 541-ით მთავრდება, მარიამის WhatsApp-ი 031-ით მთავრდება. ორივესი აღწერაში დევს. მე რო ვიღლები ფიზიკურ საქმეს ვეღარ ვაკეთებ, დედიკო. გაიგე ჩემო ლამაზო. და მე ბევრი პროდუქტი, რომელიც უნდა გამიმზადებინა, ვერ ვამზადებ. სიყვარულს ბედავდიერ გაგაკონიხმა ფიქრებში ვხედავდი მოყავდი ფიქრსადაც გეძებდი მაგრამ რა ეს ღამე ოძილა სიყვარულს ეძახის და სიადამგი ვილაპარაკო დღევანდელ თემაზე? რა დღეში გააქვთ ნერვები თქვენა? თქვენ ყველას გეუბნებით. სიცოცხლე რო აღარ გინდათ და დეპრესიაში რო ჩავარდით. სხვის როგორც გამარჯვებას და ისე დამარცხებას განიცდის ის, ვისაც საკუთარი არ გააჩნია. და ადამიანს იმდენი დილას დავწერე პოსტი. იმდენად რომ არ აქვს საკუთარი ცხოვრებით დაკავების სისა, საკუთარი საქმით დაკავებულობა იმდენად არ აქვს, რომ მთელი დღე ახლა Facebook სკროლავს და არის ერთი ვაი ვიშ-ვიში.
შენი საკუთარი საქმე იქონიე. შენ რა არ გამოგდის, შენ რას არ აუმჯობესებ. შენს თავზე ინარვიულე დაიფიქრე. გასაგებია? და ეგრე არ არის რომ ყოველთვის ღამე იყოს, ან ყოველთვის დღე იყოს. ყოველთვის წიმა იყოს, ან ყოველთვის მზე იყოს. ყოველთვის დაღმართი იყოს, ან ყოველთვის აღმართი იყოს. ეგრე არ ხდება. ამიტომ ყველა მაქსიმალურად დაკავდით თქვენი საქმით, თქვენი პროფესიით და გამარჯვების ენერგიის მიღება თუ გინდა, შენ საქმეში გაიმარჯვე. კბილები ვერ დაგიხეხია იმ ხელანების ყოფა და ისე რა გაქვს. რა უფლება გაქვს საერთოდ ვინმეს გამოინერვიულო? სახურავი ვერ გადაგვიხურია, სახლის წიმა ჩამოგდის და სწორი კვების ნების ყოფა არა გაქვს. ანუ შენ თავში ყოველდღურად მარცხდები. შენ რომ ყოველდღურად შენ ცხოვრებაში მარცხდები, მაგას რატო არ ნერვიულობს? იქ უმაღლეში გამოცდა რომ იყო ჩასაბარებელი ამსტერდამის თუ ნიუ-იორკის თუ ოქსფორდის იმ უნივერსიტეტში როქულები დაგაკდა კარგად რო ვერ იმეცადინე, მაგაზე რატო არ მოკვდი ნერვიულობისგან? შენი წილი ნერვიულო შენ ცხოვრებას მიხედე. და ფეხბურთისა არ იყოს. რო გავიმარჯვეთ სიხარულისგან, ისე გვინდოდა ეს გამარჯვების ენერგია, სიხარულისგან მთლიერი ფსიქიკურად ლამის შევირყიეთ ევროპაზე რო გავედით. შენ ყოველდღურად იქონია შენი გამარჯვებების სიხარულის ენერგია. და მერე უკვე ესა თუ ის სპორტსმენი და გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, იმაში შენ ენერგიას აღარც დახარჯავ. ყველაზე ძვირფასი რაც თქვენ გაქვთ, ეს არის თქვენი ენერგია. ან მაგალითად აი რამე ტრაგედია რომ მოხდება. აი შოვის ტრაგედია რომ მოხდა, შოვის ტრაგედია. მაშინ ძალიან ბევრი გვერდი დაუბლოკე. იმიტომ რომ არ დასრულდა იმის გაზიარება და იმის ისა. და ყველაზე ძვირფასი რაც მე გამარჩინა, თუნდაც ეხლა რო გელაპარაკებით, მე ენერგია მჭირდება. და ყველაზე ძვირფასი რაც მე უნდა გავაკეთო, მთავარი ეს არის ჩემი ენერგიის გაფრთხილება. და მე თუ იმაზე ვინერვიულე, რისი შეცვლაც არ შემიძლია, სტიქიური უბედურებები და ასე შემდეგ. გამოდის რომ მეც პარაზიტი ვარ ქვეყნის. ჩვეულებრივი პარაზიტი ვარ ქვეყნის, ესე გამოდის. იმიტომ რომ მე მთელ ენერგიას ნერვიულობაში ვატარებ და საქმის გაკეთების თავი და ძალა არ მაქვს. ამიტომ მიხედეთ რა, ყველამ თავის ყოველდღიურ ბრძოლაში და ყოველდღიურ ბრძოლაში გაიმარჯვოს და მე უკვე ყველაფერს ეშველება. შენ თუ გამარჯვების ენერგიის მიღება გინდა, შენ გაიმარჯვე ყოველდღე. მკერავი ხარ, მძღოლი ხარ თუ ვინ ხარ, დიზაინერი ხარ. თუ უბრალოდ დიასახლისი ხარ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შენი სპორტსმენის დამარცხება უნდა გაგიხარდეს, მაგრამ არც ეგრე სტრესში ჩავარდნა და ისა ვიტირეო ხალხი რომ წერდა, მე ვტიროდიო. ესე იგი, შენ არ ხარ საკმარისად დაკავებული და ფუნქციური შენი ცხოვრებით და ინტელექტუალია სხვებისთვის. მოკლედ რა. ჩემს ამანათზე ვის მიწერო? თამარი ქალბატონო. რომელ მესენჯერში, რომელ ჩატში, რომელ ვატსაპზე ჩააგდე ჩარიცხვის სკრინი, იქ მიწერე. იქ დაურეკე. გაიგე ჩემო ლამაზო თოჯინა. ეხა მაგალითად დღეს უნდა გამომეგზავნა ამანათები და ვერ გამოვაგზავნე, იმიტომ რომ წუხელი რო დამეძინა, გამეღვიძა 10:30 და ვერ გამოვაგზავნე. დღეს უნდა გავამზადო, რომ ვაი, უნდა დამერეკა და დამავიწყდა. უნდა დამერეკა პირველ საათზე, აჰა,
ვერ ცხვალ წავა, ესე იგი 4 შაბათს წავა ამანათები. ვიღაცამ დამირეკა კონსულტაციაზე ვიდეოს არის და იმას რო ელაპარაკე. მოკლედ რა. არა უშავს. რა. საერთოდ რო არ ვარსობებდი. საერთოდ რო არ ვიყო. ამიტომაც როგორც ვარ ამ ფორმით კიდევ კარგია. ფანჯრები ვერ დაგიწმენდია, მაგაზი არ ნერვიულობდა. მაგაზი არ იხოკავ სახეს და. სპორტსმენმა რო წააგო, მაგის გამო ლამის მოკვდე, სად არის ეგრე? შენი ნერვულა შენ საქმეზე. შენი პირადი ცხოვრება ვერ აგიწყია და სხვისაო ყოველ პირად ცხოვრებაზე ნერვიულობ. Facebook-ზე რაღაცა რომ მოხდება, აზიარებ და აზიარებ, აზიარებ და აზიარებ. მიხედე რა შენს თავს. თუ რაიმის გაზიარება და გავრცელება გინდა? რაიმე დადებითი გავრცელე და გააზიარე. ის რაც სხვისთვის სტიმულის მიცემი იქნება. და ასე შემდეგ. დასახიჩრებული და ნაცინი ადამიანის ფოტოების გაზიარება რა არის? ეგაც ეროვნული სპორტია? რამე სახეობა და არ ვიცი? იმიტომ არის მე საკუთარი საქმისთვის ენერგია რო არ გრჩება, სულ სხვებზე რო ლაპარაკობ, გინ ცუდად და გინ კარგად. რა მნიშვნელობა აქვს? მე საკუთარი საქმისთვის აღარ გრჩება ენერგია. შეგერგოთ ბავშვებო, წამლად შეგერგოთ ჩემო ლამაზებო.
თქვენი ნამდვილი სილამაზე ახლა ზოგი რო ცხვირის ოპერაციას იკეთებს. ცხვირის ოპერაცია, რა ვიცი, ხარის ოპერაცია ხანდეს. თქვენი ნამდვილი სილამაზე არის თქვენი ენერგია, ხალხო. რა არის ამ სისუსტეების გამოვლინება და ამ შებრალება შეცვლება და ისე. მებრძოლი ადამიანის ფსიქიკა ეგ არის, რომ შეცვლება, შებრალება არ იცის. თქვენ უნდა იყოთ შინაგანად მებრძოლები. თქვენი ცხოვრების. და თქვენი ოლიმპიადები გააქვთ მოსაგები და თქვენი ოლიმპიური ჩემპიონატები გააქვთ მოსაგები. როცა ოლიმპიადაზე ვერიგებს მაგალითად სპორტსმენდა რაღაცა რო უბრაზდებიან, არ მოინდომა, არ ქნა, ისე დაიყალა რაღაცა. შენ ოლიმპიელობას მიხედე. ეს ხო იცით როგორ უნდა გაიხადოთ. ისე რომ არ დაისვაროთ. აი ესე. უბრალოდ ახლა სველია და ხელი იმას მიშრობა, თორე უკეთესი უნდა გაიხადოთ რა. დინდგელი ისეთი მაიმუნი რაღაცა. სპირტის გარდა არაფერი არ აცრის და თუ მე გეუყრა და მოგეწება, ჩემი ცაი დავლიო გაცივდებოდა. აი მე გისჩენჩე რა კაი. რა კაი ტიტე გისჩენჩე. ეს ხო გახოთ როგორ გავრეცხე სპირტით. ისევ დინდგელიანი გახდა. ტიპები უნაროები გახდნენ, ისე ინერვიულეს. შრომის უნარი დაკარგეს. როგორ შეიძლება ეგრე? თქვენგან ვინც ეგრე ნერვიულობდა რაღაცა? ოლიმპიური ჩემპიონი კი არა, საქართველოს გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონიც არ დადგება თქვენგან. მაგრამ სიმართლე რაშია, იცი რატომ მოგწონს და ქსიამონებს? სტრესი? მოდი ვთქვათ, სახელი დავარქვათ ყველაფერს. შენ სტრესში ყოფნა ქსიამონებს იმიტომ და მოგწონს იმიტომ, რომ სტრესში რომ ხარ და რომ ნერვიულობ, ანუ სუსტად რომ გრძნობ თავს. შენ არავინ არც საჭმლის გაკეთებას მოგთხოვს, არც სახლის დალაგებას, არც არაფერს არ ანუ გამწევ ხარს მეტი ხდება, ანუ ძლიერი ხარი რომელიც არის, იმას მეტი ხდება. ამიტომ შენი ფსიქიკა ამჯობინებს იყო სუსტად, იყო ნერვიულობაში, იყო სტრესში. რატო ამჯობინებს შენი ფსიქიკა ამას იცი? იმიტომ რომ უსაქმური იყო. იმიტომ რომ მე იტყვენ რომ აი სუსტად არის. და აი ინერვიულა და შენც გინდა რომ არაფერი არ აკეთო, იწვე და არაფერი არ აკეთო. ამიტომ თქვენგან აქ დადგება. ნერვიულობა არის ყველაზე დიდი მტერი და შენ გიყვარს ნერვიულობა. განზრახ ხა ეგრე ნერვიულობ, რომ ცუდად რო იქნები, არაფერს არ გააკეთებ და რატომაც არა. ჯობია არაფერი აკეთო, აბა. ყველამ დადგა და ყველამ ვინერვიულოთ მაშინ. Everybody, it's okay every day. ბიჭო. აუ, გირჩიან ჩაი არის მაგარი. მაკრიფეთ გირჩი.
გაახმეთ, გააშრეთ, დააშრეთ სამედიცინო სპირტი 70 გრადუსიანი. გაიკეთეთ ექსტრაქტი. მურავა რასაჭმელია. თუ რამე ცოცხალი გირჩი გაიკეთეთ. ღმერთებო. ყველანი ღმერთებო. მაგრამ შენ ისეთი მე ყოველდღურად ჩემი ბრძოლა მაქვს, საბრძოლველი. სად მაქვს იმის ენერგია, რომ სხვისი ბრძოლის გამო ან მეწყინოს, ან არ მეწყინოს, ან გავიხარო, ან დამწუხდე. თქვენც ეგრე უნდა იყოთ ყველანი. შოთა პაპამ კვერცხი ჩამოიტანა. კარტოფილი შეწამდა პაპა? რა იქნება დედაშვილი? წინ არის გასული. წინ არის გასული. კარტოფილი რო შეწამლო? კაი ღრუბიანი ამინდი კი არის ისე. გაჩერდა რა ვიცი რა. ხო, მე რა უკვე ყავიში წავა, შეგასწრებს ყავიში. ყავიში არა დახოცავს რა ვიცი. ხოჭოები აქ? ხოჭო აქ, ხოჭო. აბა რა ვიცი საერთოდ დაგძაღლე ხოჭო. ეგაც რუსეთიდან შემოვიდა ეგ ხოჭო, თორე საქართველოში ხოჭო არ იყო. სად იყო ხოჭო არ არის ხოჭო. ხო და ყველა უბედური ვარ რუსეთის გამოგჭირს ჩვენა. მომით მაგედან წამოვიდა და ყველაფერი. დიახ. აგატატალი. დიახ. აგავის რო დააყენეს თაღულეპაი. ვინა? გარბაჩოვი, ფერესტროი. უი. ათიდაეცეს იმას თავში. აპა. ნამდაშალა საფრთხე. ხო? გარბაჩოვი, აპა. გარბაჩოვის ბრალია ყველაფერი. ჩემი მამიკვარი 45-იანი დაბადებული, ანუ 91 წლის გახდება ეხლა. და ბუნებრივია, ლოგიკურია, ძველი ხალხი ვინც არის, საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ბუნებრივად აქვთ. და გარბაჩოვს აგინებენ. ლოგიკურია. გზადახიდად გადებული. გზადახიდად გადებული. სიმღერით და სიყვარულით დავიხატო მე. რატომღაც მეძახიანო დარგილოსო. მუდარდებას დამნათი შენ. რატომღაც გეძახიანო დარგილოს. მე. რატომღაც მეძახიანო დარგილოსო. გავიხარო დამნათი შენ. რატომღაც გეძახიანო დარგილოსო.
ვისთვისაც ცოტა მწარია დინდგერი. კაცი 15 წუთი დაწოვოს და მერე დადიოს წყალში რო გაჩნის. ცივი ერთვის არსებობს მარტივცარიელი ტერმინია? ცივი გონება. იმისა არ იყოს, რა ქვია. ზურამ რო უთხრა შევარდნაძემ. გააჯვიო. იმქამა რო ვიდეო ჩაწერა, რომ გააჯვი მითხრაო. რო გადაუვარეთ იმ შევარდნაძის გარდენია შევარდნა, რო გადაუვარეთ და რო გადმოუვარეთ და არც მკვდარი დაუტოვეთ, არც ცოცხალი და არც აკვანში მწოლი არის. ნორმალური იყო ახლა ეგ თქვენი ისინი? რა, ესე იგი მეტი საქმე რო არ აქვს ქართველებს, მერე ვართ ასეთი ემოციურები. რა ვიცი. მე ისე ვიღლები ბიძია. რამე ვინერვიულო კი არა, რო ვჭამო მაგისი ჭამის თავიც არ მაქვს და გამოდის თქვენ არ იღლებით. და გააქვთ ენერგია, რომ ან ინერვიულოთ, ან სადმე რამე იმასაკნოთ.